ზოგჯერ არგუმენტი არ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. გაიგეთ ნამდვილი არგუმენტების წონა. არგუმენტები თეასი ჭინაოსთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. საღამოშვიდობისა რუსეთის საჯარისო ნაწილებმა პერევი დატოვეს. პერევის საბოლოოდ თავისუფალია. ამ წუთებში საჩხერის რაიონის სამსოფლოს ქართული პოლიცია მთლიანად აკონტროლებს. ქართულ სამართალდამცავებთან ერთად პერევში ევროკავშირის დამკვირვებლები შევიდნენ. მანამდე კი მთელი დღის განმავლობაში საქართველოს მთავრობა იმედს გამოთქვამდა, რომ მოსკოვი პირობა შეასრულებდა და პერევის საბოლოოდ გათავისუფლდებოდა. მთელი დღის განმავლობაში კონტროლი შემცირებული იყო და სოფელში შემსვლელთა რეგისტრაციაც აღარ ხდებოდა. თუმცა მიუხედავად ამისა, დღის პირველ ნახევარში ევროკავშირის დამკვირვებლებს პერევში შესვლის უფლება მაინც არ მისცეს. პერევთან დაკავშირებით ოპოზიცია 2009 წლის ისტორიას იხსენებს და ხელისუფლებას ამჯერად მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შეიძლება თუ არა ჩაითვალოს პერევიდან გასვლის გადაწყვეტილება ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად დეოკუპაციისთვის. ეს არის ქართული დიპლომატიისა და საერთაშორისო ზეწოლის ძალისხმევა თუ პერევი მართლაც არ წარმოადგენდა რუსეთისთვის მნიშვნელოვან ობიექტს. რა იქნება შემხვედრი ნაბიჯი ოფიციალური თბილისის მხრიდან და რამდენად თანმიმდევრულია საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების საკითხში. ეს და კიდევ რამდენიმე საკითხი დღეს ჩვენი დებატის მთავარი თემა იქნება. ამ თემებზე ერთმანეთის პირისპირ დავით დარჩიაშვილი და ფიქრია ჩიხრაძე ისაუბრებენ. მე ვარ თეასი ჭინავა და თქვენ უყურებთ თოქ-შოუ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. საღამოშვიდობისა კიდევ ერთხელ ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან ბატონი დავით დარჩიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ნაციონალური მოძრაობიდან, ბატონი ფიქრია ჩიხრაძე, ახალი მემარჯვენების ერთ-ერთი ლიდერი. მოგესალმებით, დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგზანდით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. პირველ რიგში მინდა ყველას მოვულოცო, რომ საქართველოს ერთ-ერთი ოკუპირებული ტერიტორია რუსეთის სამხედრო ნაწილებმა დატოვეს და პერევის საბოლოოდ თავისუფალია. ბოლო ინფორმაცია თუ გაქვთ ბატონ დავით, იქნებ მოვისმინოთ თქვენგან ახალი ინფორმაცია, ესე ვთქვათ, ამ დროისთვის როგორი ვითარებაა პერევში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ დროისთვის პერევს სრულად აკონტროლებენ ქართული სამართალდამცავები. თუ რამე ახალი დეტალი გაქვთ, თუ არა და დავიწყოთ ფაქტის ანალიზი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სხვა რაიმე დეტალი ამასთან დაკავშირებით არ მაქვს, ის რაც გაჟღერდა, ეს არის რეალობა. კი ბატონო, კარგით, მაშინ დავიწყოთ ამ ფაქტის გაანალიზება. როგორ ფიქრობთ, ეს არის პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ დაიწყო პროცესი დეოკუპაციის? შეიძლება ასე ითქვას, თუმცა რაღაცა განსაკუთრებული პოლიტიკური ოპტიმიზმის საფუძველი ჯერ არ გვაქვს. ეს არის პირველ რიგში მისალოცი იმ ადამიანებისთვის, ვინც ცხოვრობს პერევში. ზოგადადაც არის ნიშანი, რომ საერთაშორისო ძალისხმევა გნებავთ ზეწოლა და ვარქვათ, გარკვეულ ნაყოფს იძლევა. ხშირად გამოითქმებოდა ხოლმე ასეთი სკეპსისი, რომ კი ეს დიპლომატია რაღაცა აქტივობები არის და მე რა. დიპლომატიას ჩვევია საერთოდ, რომ შედეგებმა ცოტა დააყოვნოს ხოლმე, მით უმეტეს ასეთი რთული პრობლემის გადაწყვეტაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის უბრალოდ ვთქვათ რუსეთის მხრიდან კეთილი ჟესტი. ეს არის სწორედ და რუსეთის მხრიდან ცდილობა, რომ რაღაცა ვთქვათ ადეკვატურობა გამოიჩინო, რასაც ხშირად არ აქვს ხოლმე ადგილი, იმის მიმართ თუ რა მოლოდინებია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, მაგრამ აქ მთავარი არის რა თქმა უნდა, თუ კი დიპლომატიური ენით ვისაუბრებთ, პოლიტიკური ენით გნებავთ ესე დავარქვათ, 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მოთხოვნა, ეს არ არის მხოლოდ, თუმცა პირველ რიგში ჩვენთვის ეს არის, რა თქმა უნდა, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ეს არის აგრეთვე საერთაშორისო სამართლებრივი საკითხი, იმიტომ რომ ეს ხელშეკრულება ევროკავშირის მიერ იყო, ასე ვთქვათ, ინიცირებული, ევროკავშირის ვთქვათ, ხელიც ატყვია მას და მის წინაშე აქვს რუსეთს ვალდებულება ისევე აღებული, როგორადაც ჩვენს, ასე ვთქვათ, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს უნდა სცემდეს პატივს, თუმცა იცით რომ ეს არის. თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ქართულმა დიპლომატიამ იმუშავა კარგად და ამის შედეგია ის, რაც მივიღეთ დღეს? იცით რა, ახლა ნამდვილად არ ვთქვათ, დავიბრალებ რაღაცა არაგულწრფელ მოკრძალებულობას და ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა, ქართული დიპლომატიის წვლილიც არის. იმ თვალსაზრისით თუნდაც რამდენად აქტუალიზებულია ეს საკითხი საერთაშორისო დონეზე. და აქ არის ჟენევის ფორმატის წვლილიც და ორმხრივი ურთიერთობების წვლილიც.
გასაგებია. ხავდოთ ფიქრობთ, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად მოსალოდნელი იყო დღეს მომხდარი ფაქტი, იქიდან გამომდინარე, რომ კეთდებოდა განცხადებები, რომ პერევი აღარ არის ესეთი მნიშვნელოვანი ოკუპანტებისთვის, ესე ვთქვათ, იქიდან გამომდინარე, რომ ალტერნატიული გზის მშენებლობა მიმდინარეობდა, თითქოს ეს გზა დასრულებულია და ის ორი სოფელი, რომელიც ერთმანეთთან პერევის მეშვეობით უკავშირდებოდა, ოროსურ სოფელზეა საუბარი, ამჯერად მათი დაკავშირება პერევის გარეშე და შეიძლება და აქედან გამომდინარე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენთვის ისიც ცნობილია, რომ სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პერევი ჯავის რაიონს ეკუთვნის, აქედან გამომდინარე, ესე მარტივად იქნებოდა ყველაფერი, ან დათმობის თვალსაზრისით თქვენ როგორ ფიქრობთ? მოდით პირველ რიგში ვთქვათ ის და მე ვეთანხმები დათოს ამაში, რომ თავისთავად მაინც არის პოზიტიური მოვლენა, რომ პერევი არის თავისუფალი. ამ შემთხვევაში მეც ულოცავ პერევის ცხოვრებლებს, იმიტომ რომ მათთვის ეს ძალიან მძიმე და დამატებითი პრობლემები შემქმნელი იყო. რაც შეეხება თავისთავად პრობლემას, პერევი თავისთავად იმ ლოგიკიდანაც იყო ამოვარდნილი, რა ლოგიკაც რუსებმა აბსოლუტურად არასამართლებრივად, არასამართლიანად, მაგრამ აგვისტოს ომის შემდგომ განავითარეს მთელი მსოფლიოსთვის, რომ ისინი იცავენ თითქოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარს დგანან ამ პერიმეტრზე და ასე ვთქვათ, ქართული აგრესიისაგან ასე ვთქვათ, მორიგი თავდასხმის შემთხვევაში ისინი მზად არიან დაიცვან ოსური მოსახლეობა. პერევი არასოდეს არ იყო ადმინისტრაციული საზღვრის შიგნით, მაგრამ მათ მაშინ მოუვიდათ გარკვეული გადაცდომა, ეს გადაცდომა შეინარჩუნეს შემდგომ და ამ გადაცდომას ინარჩუნებდნენ ბოლომდე. ეს შეიძლება განპირობებული იყოს სწორედ იმ გეოგრაფიული არეალით, როდესაც ქარძმანში ისე ვერ მიხვალ თუ პერევს არ გაივლიდი და ამიტომ იყო და იმ ხეობის ჩამკეტა, ასე ვთქვათ, სოფლად აირჩიეს, მაგრამ ფაქტია, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი იძულებული გახდებოდა, რომ თავის მიერ შემუშავებულ ლოგიკაში მაინც ჩამჯდარიყო და პერევი დაეთმო. თუმცა ეს ადრე თუ გვიან კარგახანს გაგრძელდა და პრაქტიკულად 2 წელიწადია მიდის ამაზე ლაპარაკი. მეც ვიტყვი, რომ ეს არ არის, ასე ვთქვათ, დიდი მონაპოვარი, ასე ვთქვათ, მაგრამ ყველა შემთხვევაში არის მაინც პოზიტიური, იმიტომ რომ 2 წელიწადი ამაზე მიდიოდა ლაპარაკი, ჩვენ გვახსოვს უცხოელი დიპლომატების სხვადასხვა ტიპის დიქციით წარმოქმნილი პერევი სუისმოდა, მაგრამ ძრა არ იყო ამ მიმართულებით და თავისთავად მაინც კარგია, რომ ეს ძრა მოხდა. თავარია, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ ქართულმა სახელმწიფომ იმისათვის, რომ ის პოლიტიკური ჩიხური მდგომარეობა რუსეთს, რომელიც აღმოაჩნდა აგვისტოს ომის შემდგომ, აი ამ აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის აღიარების პოლიტიკაში, რომ ეს მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და საერთაშორისო ძალისხმევით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაღაცა პოზიტიური, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მიმართულებით გადაიდგას, რომ პროცესი არ გადაიქცეს გაყინულ პროცესად, უპერსპექტივო პროცესად და რაღაც პერსპექტივას ამაში ხედავდეს ქართული საზოგადოებაც, საერთაშორისო საზოგადოებაც და ამის განცდაც ჰქონდეს რუსულ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტსაც, რომ მათაც ცოტა მეტი წარმოდგენები არ ქონდეს. თქვენც ვერ ჩათვლით იმას, რომ შეიძლება იყოს ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ დაიწყოს, ესე ვთქვათ, რაღაც უფრო სხვა ტიპის მოლაპარაკება. დეოკუპაციის პროცესის დასაწყისად მე ამას სამწუხაროდ ვერ ჩავთვლიდი, იმიტომ რომ ჯერჯერობით ეს არ არის, მე ვფიქრობ, ძალიან ახლო პერსპექტივა, თუმცა მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არის გარდაუვალი, თუ ჩვენ სწორად ვიმოქმედებთ და ქართული სახელმწიფოს პრიორიტეტებს სწორად დავალაგებთ, აი ამ საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში სწორად დალაგებას და სწორად მოქმედებას გულისხმობ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, პერევი რადგანაც თვითონ რუსეთის მიერ ჩამოყალიბებული ლოგიკიდანაც იყო სრულიად ამოვარდნილი, ამიტომ ეს ვერ ჩაითვლება დეოკუპაციის დასაწყისად, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ სარკოზი-მედვედევის შეთანხმებაში არსებობს სხვა პუნქტებიც და იმ სხვა პუნქტების, ასე ვთქვათ, რეალიზებაზეც უნდა იყოს მომავალში ლაპარაკი. ეს რა დროში მოხდება, როგორ მოხდება, ეს სხვა თემა. კი ბატონო, თუმცა როდესაც საუბრობთ პერევზე და პერევიდან რუსეთის საჯარო ნაწილების გასვლაზე, ჩვენ 2009 წელს მსგავსი შემთხვევა და მაგალითად ერთხელ უკვე გქონდა, როდესაც რუსებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გასულიყო სწორედ ამ სოფლიდან. ეს ერთი დღის ისტორია,
დილით გავიდნენ საღამოს ისევ დაბრუნდნენ. რასაც ამბობთ, მაშინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივა იყო და თხოვნა იყო, რომელიც თითქოს ყურად იღეს მაშინ საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლებმა. მაშინ ეს არ შეფასებულა, ქავატონ ფიქრობ, კაცრავად ჩაგეჭრებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უშუალოდ პრეზიდენტი გამოეხმაურა ამ ფაქტს. გადამეტებული რეაქცია. განცხადებები გააკეთა, პოლიტიკური შეფასებები გააკეთა ამასთან დაკავშირებით. მახსოვს და ახსოვს ქართულ საზოგადოებასაც და მე მგონია რომ დღევანდელი რეაქციები ბევრად უფრო ზომიერია და მე ვფიქრობ ესეთი ზომიერი რეაქციები არის შეცდომის გათვალისწინებით, ეს შეცდომა იყო თქვენ ყოველ შემთხვევისთვის მე ვფიქრობ ადეკვატურობა და ზომიერება, როდესაც არის ფრთხილი პროცესი და სახიფათო პროცესია, ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ამ ყველაფერი გარანტირებული